მოგესალმებით. TV11 წარმოგიდგენთ ყველაზე აზარტულ და რა თქმა უნდა ინტელექტუალურ შოუს ტვინების ომი. დღეს პირველი ნახევარფინალი გაიმართება, რომლის გამარჯვებულით ავტომატურად მოიპოვებს ფინალის საგზურს. დამეთანხმებით წინ ძალიან დაძაბული თამაში გველის. შეგახსენებთ, რომ დღეს ერთმანეთს მარიანა ჩოგოვაძე და თორნიკე კვინიკაძე შეხვდებიან. მოდით ერთად ვნახოთ მათი განვლილი გზა ნახევარფინალამდე. სადაურია გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი. ბელორუსიას უტყვი. არა, უფრო აზიური რაღაც გვარი აქვს, მაგრამ არ მახსოვს სახეზე თუ წვრთვალებიანია. კორეას. კორეელი. სინამდვილეში ბან კი მუნი არის კორეელი. ილოცავ პირველი ქულა მარიანას. დაამთავრეთ ანდაზა. ძაღლი ვინც მოკლა. იმან უნდა თუ დამარხოს. გადააგდოს. ეგრევე მომახსოვს. სინამდვილეში ანდაზა არის ასე, ძაღლი ვინც მოკლა, იმანვე გადააგდოს. რა არის ჰაბიტუსი? ცოცხალი ადამიანი. ცოცხალი ადამიანია ჰაბიტუსი. ადამიანი. ადამიანი არის ჰაბიტუსი. ჰომო ჰაბიტუს არის ადამიანი. სინამდვილეში ჰაბიტუსი არის ადამიანის იერის სახეზე იტყვიან, გარეგან მხარეზე ადამიანის. არ არის სამაგიდო თამაში. იოცავ პირველი ქულა გაემართა თორნიკესკენ. სანამ თამაშს დავიწყებდეთ, მე გიორგი ჯანელიძეს გავესაუბრები და გავიგებ თუ რას ფიქრობს იგი მოთამაშეებს. მოგესალმებით თორნიკე მარიანა. მოგესალმებით. ვიწყებთ პირველ ნახევარფინალს და შეგახსენებთ წესებს ნახევარფინალშიც. ერთი ქულა მიეცემა მოთამაშეს, რომელიც სწორად უპასუხებს შეკითხვას და იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი მონაწილე ვერ გასცემს ორ პასუხს, მაშინ ერთი ქულა წავა იმ მოთამაშისკენ, რომლის პასუხიც უფრო ახლოს იქნება სწორ პასუხთან. შეგახსენებთ ასევე, რომ პასუხი არ ვიცი ამ თამაში არ მიიღება, იმიტომ რომ ეს არის ტვინების ომი. დავიწყოთ? დავიწყოთ. რომელ სპორტის სახეობაში გამოიყენება ვოლანი? ბატონო? სპორტის რომელ სახეობაში გამოიყენება ვოლანი? ვოლანი? რა არის ვოლანი? რა მოხერხებულად ცდილობ, რომ გამომთხოვო სწორი პასუხი? ჩემი აზრით ჩოგბურჩი. ჩოგბურჩი? და რა არის ვოლანი? მაგნენი არ ვიცი. ჩოგბურჩი რა გამოიყენება? გინახავს ჩოგბურთი? კი, მაგრამ უჭირავ ჩოგნები, ბურთი, კიდე რა გამოიყენება? შეიძლება ტერმინი იყოს ამ. ტერმინი ვოლანი. რო აი ნახე რა ვოლანი დაარტყან, ვოლანი შეეძლო და არ გამოვიდა ან ვოლანია, ვოლანი გადავარდა ბურთი. ანუ კითხვა ხო იყო რომ სპორტში გამოიყენება. დიახ, კი ბატონო. ამ ინტელექტუალურ სპორტის სახეობაში. როგორი სახეობები, რომელი თამაშები იცი ინტელექტუალურ? ჭადრაკი. ერთი. ანუ მე ზოგადად ჭადრაკს ვუწევ. ჭადრაკში გამოიყენება ვოლანი. ხო. ასაგებია. ხო არ გადაიფიქრე? შენ? იყო ჭადრაკი. იყო ჭადრაკი. კი ბატონო. მარიანას პასუხია რომ ვოლანი გამოიყენება ჭადრაკში, თორნიკეს პასუხია რომ ვოლანი გამოიყენება ჩოგბურთში. სინამდვილეში ვოლანი გამოიყენება ბადმინტონში. ვოლანი კი აი რასაც ესვრიან ერთმანეთს. ბურთს ასე. და ბადმინტონთან ცალსახად უფრო ახლოა ჩოგბურთი ვიდრე ჭადრაკი და პირველი ქულა გაემართა თორნიკესკენ. შემდეგი შეკითხვა. რისი საზომი ერთეულია დეციბელი?
დეციბელით. არა, დეციბელი. რა იზომება დეციბელებით? ვულკანი. ვულკანი, ამოფრქვეული ვულკანის სიმძლავრე? კარგი, სანამ შენ ფიქრობ, ხო არ? წნევის წნევა. და როგორი წნევა? ატმოსფერული წნევა თუ აი არტერიული ადამიანის შიგ? ზოგადად წნევა რო თქვა, არა? არა, შეგიძლია თქვა, მაგრამ ხო სხვადასხვა რაღაცით იზომება არტერიული წნევა და ადამიანის შიგნით რო წნევაა. არ ვიცი, ზოგადად წნევას ვიტყვი. ზოგადად წნევა. სინამდვილეში დეციბელებით იზომება ხმაური, არც ვულკანი და არც წნევა. ასეთი არ არის, მაინდა-მაინც ახლას რო პირდაპირ თქვა რომ აი რახან ხმაურია, მაშინ ამან მოიგო, მაგრამ მე მგონია რომ მაინც უფრო წნევა უნდა ჩაითვალოს, იმიტომ რომ წნევასაც აქვს თავის საზომი ერთეული პასკალი, როგორც ხმაურს დეციბელი, ვულკანს კი თავის საზომი ერთეული საერთოდ არ აქვს. ასე რომ ერთი კულა გაემართა მარიანასკენ. გილოცავ მარიანა. შემდეგი შეკითხვა. როგორი ადამიანია დასტაქარი? ვიცოდე და ცა. აი, დასტაქარი. ოჰოჰოჰო. ექიმი. როგორი? ექიმია დასტაქარი. აუ არა. რისი ექიმი? აუ არ ვიცი. ექიმია ეგ ვიცი. ყველაფრის ექიმი? არა, ყველა დასტაქარი. ექიმი ხო იყო ბევრი ნაწილი. კარგად დაფიქრდი აბა? რისი არ ვიცი, მაგრამ ექიმია ესე მახსოვს. კარგი, შენ კიდე გაქვს დრო, სანამ მარიანა თავის პასუხს მოიფიქრა. ანუ ექიმს კატეგორიულად არ ვფიქრობ. ესე ამრეზით რატო? არა, არ ვფიქრობ. არ მოგწონს ექიმები? ღმერთმან უქნას რომ დასტაქარი ექიმი იყოს? თუ რატო არ ვფიქრობ? აუ არ ვიცი, დასტაქარი. კაი. მაშინ ვინ შეიძლება იყოს დასტაქარი? შენ შეგიძლია გადაიფიქრო მანამ. ანუ ჩემი აზრით პატარა აი ისინი რა არის რესტორნები კი არა ძველად რო იყო პატარა რაღაც ადგილები სადაც სვავდნენ და მაგის უფროს რაღაც ეგეთი. ანუ დუქანის მართველი, ხო? ამ დაახლოებით ეგეთი. სამი კიტნოს მართველი. ხო ეგეთ, ანუ ვისაც შეხება აქვს აი კვებასთან. გასაგებია. დასტაქარი არის კვების ობიექტის მართველი. პატარა კვების ობიექტის მართველი. კარგი, შენ ხო არ გადაიფიქრე? არა. თორნიკეს ვერსიაა რომ დასტაქარი არის ექიმი. რისი ექიმი? ზოგადად ექიმი. კარგი. სინამდვილეში ადრე როცა დასტაქარი არის ცოტა ძველი სიტყვა, ადრე როცა ისეთი ფუფუნება არ იყო ქვეყანაში, რომ ყველაფრის ექიმი ცალ-ცალკე ყოფილიყო, ყველანაირ ექიმს ეძახდნენ დასტაქარს. ხშირად ერთი ექიმი იყო ყველაფრის ექიმი რეგიონებში, რეგიონში, ან რამდენიმე სოფელში ხომ. უფრო მახსოვდა დოსტაქარი, მაგრამ ეგრეთ დასტაქარი. დოსტაქარი. სტაქარი. ერთი კულა მიემართება თორნიკესკენ და თორნიკე გადის ფინალში. გილოცავ თორნიკე. დიდი მადლობა. შევხვდებით ერთმანეთს ფინალში. მარიანას კი მშვიდობებით. კარგად იყავ. ძალიან საინტერესო თამაში იყო. კმაყოფილი ვარ ჩემი თავით. მოწინააღმდეგე რა თქმა უნდა ძლიერი იყო და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი არის თორნიკე და ძალიან კარგი ადამიანია და ფინალში თორნიკეს გულშემატკივრობ, მედია მოიგებს და უსურვებ წარმატებას ასევე სხვებსაც, მაგრამ თორნიკეს უფრო. მადლობთ ამ პროექტისთვის. ძალიან მომეწონა დღევანდელი თამაში, მართლაც რომ დაძაბული თამაში იყო, მოწინააღმდეგეც საკმაოდ ძლიერი იყო და ყველაზე ძალიან გამიჭირდა კითხვა, რომელიც ეხებოდა ხმაურის საზომ ერთეულს და ძალიან გახარებული ვარ, რომ გადავედი ნახევარფინალში. პირველი ნახევარფინალური შეხვედრა დასრულდა. მისი გამარჯვებული თორნიკე კვინიკაძეა. ის ჩვენთან ერთად დაელოდება თავის მოწინააღმდეგეს, რომლის ვინაობაც მეორე ნახევარფინალში გაირკვევა. სულ ეს იყო. მე კი გემშვიდობებით და არ დაგავიწყეთ, რომ TV11-ზე უყუროთ გადაცემას ტვინების ომი. კარგად.